რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 2 წელი 2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიომ სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართო მასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო და ფორმალურ ამოცანად უკრაინის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია დაასახელა. ომის დამნაშავე პუტინის რეალური მიზანი ბლიცკრიგის მოწყობა იყო, თუმცა რუსეთს კიევის რამდენიმე დღეში აღება არ გამოუვიდა და უკვე 2 წელია უკრაინელი ხალხი მის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის იბრძვის. ომის დაწყების დღიდან პუტინის რეჟიმმა 528 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დიდია სამხედრო დანაკარგი ორივე მხარეს ფრონტის ხაზზე. შუაგულ ევროპაში მოსკოვის სადისტურმა ქმედებებმა დასავლეთის დღის წესრიგით სრულად შეცვალა. დღეს ყველა იაზრებს, რომ თუ პუტინი უკრაინაში მის დასახულ მიზანს მიაღწევს, რუსეთი არ გაჩერდება და შემდეგი სამიზნე ისევ აღმოსავლეთ ევროპა იქნება. რა განცხადებები კეთდება სასტიკი ომის დაწყების დღიდან 2 წლის თავზე. ნათია ქოქოსაძე შემოგვიერთდება ახლა ამ თემით პირდაპირ ეთერში. თათია უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინაში 2 წლის თავს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები ქვეყნის მთავარსარდალმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შესაბამისი გამოხმაურების ამსახველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა საკუთარ გვერდზე და ის მიმართავს უკრაინელ ხალხს უცხადებს სრულ თანადგომას და მხარდაჭერას და საუბრობს იმაზე რომ ამ 2 წლის განმავლობაში რეალურად ვერ შეძლო პუტინის სისხლიანმა რეჟიმმა რომ დაემარცხებინა უკრაინელი ხალხი და საბოლოოდ შეელახა მათი ქვეყნის სუვერენიტეტი. ასევე უკრაინაში ომის 2 წლის თავს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ ის მხარს უჭერს ისე როგორც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის სუვერენიტეტს და უკრაინელ ხალხს, ასევე საუბრობს იმ დანაკარგებზე რაც რუსეთის სამხედრო აგრესიამ გამოიწვია უკრაინაში. ამის გარდა ჩვენ ასევე ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაც. პრინციპში ყველა მათგანი საუბრობენ იმაზე რომ პუტინის აგრესია უნდა დასრულდეს და რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. ყოველ შემთხვევაში განცხადებებში ასეთი ფრაზები არის გაჟღერებული ხელისუფლების წარმომადგენლების. რაც შეეხება 2 წლის თავს უკრაინაში ომის დაწყების მე გეტყვით კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს რომ ზუსტად 2 წლის წინ 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა რუსული მხარე უკრაინაში და დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შედეგადაც 2 წლის განმავლობაში 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქე და ასევე სამხედროები დაიღუპნენ, ასევე განადგურდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა. დიდია სამხედრო დანაკარგი რუსეთის მხარეც, დაღუპულთა შორის 500-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვია. ასეთი შედეგები მოიტანა პუტინის აგრესიამ უკრაინაში, რომელიც თავდაპირველად პუტინის მიერ განმარტებული იყო როგორც ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაცია და რომელიც მოკლე ხანში უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკრაინელმა ხალხმა 2 წლის განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და პრინციპში გაეწია მედგარი წინააღმდეგობა მტრისთვის. ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ დეტალურად როგორი არის საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებები. 2 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია. მხარდაჭერა სახეზია და წარმატება და გამარჯვება თქვენია. ზუსტად 2 წლის წინ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ 10,000-ობით უკრაინელის, მათ შორის 100-ობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა. განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20%. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლიდან გრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველოს მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ წუთებში უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების 2 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ახალგაზრდები, აქტივისტები მართავენ ღონისძიებას. ამ წუთებში იხსნება სწორედ ღონისძიება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება. ახლა საქართველოს მწერალთა სახლში არიან შეკრებილი უკრაინელი აქტივისტები, ახალგაზრდები და რამდენიმე წუთში ისინი გაშლიან უკრაინის დროშას, ასევე წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. საღამოს 6 საათზე კი დაგეგმილი არის მასშტაბური მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და გამოხატავენ პატივისცემას ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი. ახლა შემიძლია გავესაუბრო უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს და ამ ღონისძიებების ერთ-ერთ თანაორგანიზატორს ანა ქარცხავა არის ჩემთან ერთად. ანა, უფრო დეტალურად რომ გითხრათ, დღეს როგორი იქნება თქვენი გეგმა, ასე ვთქვათ, იმ ღონისძიებების, რაც უნდა გაიმართოს და ვინ მიიღებენ მასში მონაწილეობას? დიახ, დღეს მწერალთა სახლში ტარდება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე წლის თავს და ჩვენ აქ შევიკრიფეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენ ნამდვილ გმირებს, ჩვენ ჯარისკაცებს. ჩვენი გეგმა დღევანდელი არის ეს დროშის გაშლა, ჰიმნი. ღონისძიებას ჩვენს გახსნის უკრაინული სკაუტების ორგანიზაცია პლასტი, რომელიც გაშლის დროშას. ასევე გვექნება გამოფენა ინსტალაცია, რომელიც ასახულია ამ 2 წლის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ფრაზებით უკრაინელებისთვის. ეს ფრაზები არის, რომელიც ყველა უკრაინელი იცის და ყველა უკრაინელისთვის ცნობილია. და ასევე მერე იქნება ფილმის ჩვენება მარიუპოლის 20 დღე. ფილმის ჩვენების მერე კი ყველანი გავემართებით რუსთაველისკენ, საიდანაც მსვლელობა იქნება პარლამენტამდე და იქ ჩატარდება აქცია. მადლობა, თქვენ უსმენდით დღევანდელი ღონისძიებების ერთ-ერთ ორგანიზატორს, მაშასე ღონისძიებები ამ წუთებში იწყება მწერალთა სახლში და როგორც უკვე გითხარით, საღამოს 6 საათზე მასშტაბური მსვლელობით დასრულდება, რომელშიც უკრაინელ ახალგაზრდებს შეუერთდებიან ასევე ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსებიც და საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელიც თვლის, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. აქვე გეტყვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად აშღერებენ დილიდან იმ განცხადებებს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარში უდგანან უკრაინელ ხალხს, ამის პარალელურად პრინციპში მათი პასუხები უკრაინის წარმომადგენლების თხოვნების მიმართ შეიძლება ითქვას ცოტა უცნაურიც კია. ცოტა ხნის წინ უკრაინის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა დროებით მარწმუნებულმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საინჟინრო ტექნიკით დახმარებოდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი ქართული მხარისგან უკრაინას ჯერ არ მიუღია, მხოლოდ და მხოლოდ გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ამ თხოვნას, რომელიც უკრაინის წარმომადგენლობის თხოვნას აფასებს უცნაურად და ეჭვობს, რომ შესაძლოა ამ თხოვნის უკან სხვა მიზეზები იმალებოდეს.